ჩვენი უდიდესი უბედურება ის არის, რომ დამპყრობელმა კომუნისტებმა ჩვენს ხალხს დაარქვეს არა მხოლოდ დამოუკიდებლობა, დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ დაარქვეს რწმენა, წინაპრების სარწმუნოება, რელიგია და თავს მოახლიეს ათეისტურ-მარქსისტული იდეოლოგია, რომელმაც გახრწნა ერი, რომელმაც გამოიწვია კატასტროფული შედეგები ჩვენი ერისათვის. პირველ რიგში ის, რომ დაიღუპა უამრავი კულტურული ღირებულება, კულტურის ძეგლები. ხალხის თვალში ისინი რაღაც მავნე საწყისის გამოხატულებად ახმოვიან ამ მავნე პროპაგანდის შედეგად. ხალხმა დაივიწყა ზნეობა, დაივიწყა ისტორია საკუთარი ერის და ის ცრუ იდეოლოგია, რომელიც ხალხს თავს მოახლიეს, ხალხმა მაინც არ მიიღო. ხალხი რჩა საერთოდ ბეიდეოლოგიზებული, ორგვარი რწმენის გარეშე. აი ეს არის ჩვენი უდიდესი უბედურება დღეს. რასაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ ამ განადგურებულ კულტურის ძეგლებს, დანგრეულ ეკლესიებს, რომელთაც ხელისუფლება მაინც არ პატრონობს მიუხედავად იმისა, რომ გახურვილია გადაღანა კულტურის ძეგლთა დაცვაზე. აი ეს არის შედეგი ამ ათეისტური იდეოლოგიისა, რომელსაც მერგავდნენ წლების მანძილზე.